პირველად 30 წლის შემდეგ ქალი, რომელიც სესილია თაყაიშვილის სამზარეულოს ყველა საიდუმლოებას იცნობდა, გადაწყვიტა ჩუმობის წესი დაერღვია. მისი სახელია ნათელა კუკავას სახელი შეცვლილია მისი თხოვნით თბილისის მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი გრიმიორი, რომელიც 30-იანი წლების განმავლობაში ყოველდღე დილით 7 საათზე შედიოდა ერის ბებიის სახლში. ის არ მოდიოდა მხოლოდ თეატრალური ნიღბების შესაქმნელად, არამედ იმიტომ, რომ სესილია თავად სთხოვდა მას დარჩენას მაშინ, როდესაც ის რეპეტიციებისთვის ემზადებოდა. რას მალავდა ეს ქალი? რატომ მოითხოვდა დიდი აქტრისა დილის 2 საათს მხოლოდ სამზარეულოში კუთხოვანი მაგიდის უკან ჩაის სიჩუმეში? ნათელა კუკავა ამბობს, რომ სწორედ იქ იმ პატარა სამზარეულოში, სადაც დილის მზის სხივები ცისფერ ფაიფურის თეფშებზე ეცემოდა, სესილია აღარ იყო დიდი თაყაიშვილი. იქ ის იყო უბრალოდ დედა, მზარეული, გურული ქალი, რომელიც თავისი ხელებით აზელავდა ცომს და ყოველ ნაჭერში ჩადებდა ისეთ სიყვარულს, რომლის დემონსტრირებაც სცენაზე არასოდეს შეეძლო. რატომ მალავდა სესილია თავის ამ მხარეს საზოგადოებისგან? რა იყო ის საიდუმლო, რომელიც მან წლების განმავლობაში მხოლოდ ახლობელ ადამიანებს უნდობლობით უხსნიდა? და რატომ აცხადებს ახლა ნათელა, რომ თბილისის მთელი ინტელიგენცია იცოდა სინამდვილეში მხოლოდ ერთი სესილიას თეატრალურ პერსონაჟს, მაგრამ არა მის ნამდვილ არსებას? განაშესაძლებელია, რომ ქართული კინოს უდიდესი ლეგენდა, ქალი, რომელიც განასახიერებდა ქართველი ბებიის სახეს და იდეალს, სინამდვილეში ატარებდა სულ სხვა, უფრო ადამიანურ, უფრო მოწყვლად სახეს. ეს არის ისტორია არა თეატრალური დიდების, არამედ სამზარეულო სურნელების, გურული ტრადიციების, ბათუმის ზღვის ქარის და თბილისის ძველი საბჭოთა ეპოქის ინტელიგენციის საიდუმლო ცხოვრების შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რას ჭამდა ნამდვილი სესილია მაშინ, როდესაც არავინ აკვირდებოდა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ყოველი კერძი, რომელსაც ის უყვარდა, იყო არა უბრალო საკვები, არამედ მისი სულის კარიბჭე, მისი ბავშვობის ხმა, მისი დაკარგული წყალობის ექო. და პირველი რეცეპტი, რომელსაც ნათელა იხსენებს ცრემლებით, არის ბათუმური ფაღლავა და სინორი, ორი კერძი, რომლებიც სესილიას დედის სამზარეულოდან მოჰქონდა მთელი თბილისის გასავლელად. მე ვაფარებდი მის ტკივილს ქართული ტრადიციის უკან, ამბობს ნათელა კუკავა სპექტაკლურად, ხელს აპყურებს მოხუც თვალებს და აგრძელებს. ყოველ დილით, როდესაც სესილია თავის პატარა სამზარეულოში შემოდიოდა, პირველი, რასაც აკეთებდა, იყო მის დედის ძველი რეცეპტების ნაწილების ამოღება ხის ყუთიდან. ისინი დაწერილი იყო ქაღალდის პატარა ფურცლებზე, ზოგი მათგანი უკვე ყვითელი და მსხრეული. სესილია მათ იკითხავდა როგორც ლოცვას, როგორც რაღაც წმინდა რიტუალს, რომელიც აერთებდა მას გარდაცვლილ დედასთან და გურულ მიწასთან. ბათუმი. 1919 წელი. პატარა სესილია იზრდება სახლში, სადაც ყველა დილა იწყებოდა ზღვის მარილიანი ქარით და დედის ხმით, რომელიც უმღეროდა მის საძინებელში. მათი სახლი არ იყო მდიდარი, მაგრამ საოცრად თბილი და სავსე იმ არომატებით, რომლებსაც აჭარული სამზარეულო ქმნიდა. პატარა სესილიას ყველაზე მეტად უყვარდა, როდესაც დედა აცხობდა ფახლავას, არა უბრალო ფახლავას, არამედ სპეციალურ ბათუმურ ფახლავას, რომელიც განსხვავდებოდა ყველა სხვა ტრადიციული რეცეპტისგან. აჭარელი ქალები იყენებდნენ უფრო თხელ ფენებს ცომისას, შუაში აყრიდნენ თხილის ნაზავს თაფლთან ერთად, მაგრამ ამატებდნენ ერთ საიდუმლო ინგრედიენტს, ახლად გაწვრულ ძალიან მცირე რაოდენობით ბროწეულის წვენს, რომელიც აძლევდა ფახლავას უჩვეულო, ოდნავ მჟავე ნოტებს. სესილიას დედა, თეკლე ჩხეტიანი იყო ერთ-ერთი ბათუმის ყველაზე ცნობილი მზარეული, თუმცა არასოდეს უმუშავია პროფესიულად რესტორანში. ის ასწავლიდა თავის ქალიშვილს, როგორ შეენარჩუნებინა ოჯახური რეცეპტები და გადაეცა შემდეგ თაობას, როგორც წმინდა რელიკვია. სინორი, ის მეორე კერძი, რომელსაც სესილია მთელი ცხოვრება უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა დესერტი, იყო სპეციალური აჭარული საპური ცომი, რომელიც აწხვებოდა უზარმაზარ თაბაქებში. მასში ათავსებდნენ ახალ ნადუხს და აღრევდნენ დნობილ კარაქთან ერთად. ეს იყო საოცრად მარტივი, მაგრამ უზარმაზრად გემრიელი და თბილი, სწორედ ის გემო, რომელიც პატარა სესილიას ყოველთვის აბრუნებდა უსაფრთხოების განცდაში. როდესაც სესილია გადავიდა თბილისში სცენის ხელოვნების სასწავლებლად, ისთან წაიღო მხოლოდ ერთი რამ დედის სამზარეულოდან, ხის პატარა ყუთი, სადაც ყოფილა ის ყველა რეცეპტი. მან დაიფიცა, რომ არასოდეს დააკარგავდა მათ და არასოდეს გაუზიარებდა არავისთვის, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ნამდვილად შეეძლო მათი დაფასება. ნათელა კუკავა თვლის, რომ სწორედ ამიტომ შეინარჩუნა სესილიამ მთელი ცხოვრება ეს დისტანცია საზოგადოებასთან. ის არ სურდა, რომ ადამიანებს თვალი დაენახათ მის კერძო სამყაროში, სადაც ის იყო არა აქტრისა, არა თეატრის ძლიერი პიროვნება, არა ერის ბებია, არამედ უბრალოდ გურული ქალი, რომელიც ნატრობდა დედის ხმას და ბათუმის ზღვას. მაგრამ რატომ მალავდა სესილია ამ მხარეს? რა ტრავმა ეწვა მას იმ ბავშვობიდან?
და რატომ ამბობდა, რომ ბათუმური ფახლავა ყოველთვის აგრძნობინებდა მას ბედნიერებას და ნოსტალგიას იმთავითად ერთდროულად. ამ კითხვებს ჩვენ გავიგებთ მოგვიანებით, როდესაც შევხედავთ მის შემდეგ რეცეპტს ჩიხირტმას, რომელიც აკავშირებს მას თბილისთან და მატერობასთან. იცოდით თუ არა, რომ სესილია თაყაიშვილს ჰქონდა საოცარი კოლექცია ძველი ქართული რეცეპტებისა, რომლებიც მან შეაგროვა მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში. იცოდით თუ არა, რომ ეს კოლექცია, რომელიც შეიცავდა რეცეპტებს მთელი საქართველოდან, გურიიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, უეცრად გაქრა მისი გარდაცვალების შემდეგ. ნათელა კუკავა ამბობს, რომ ის დღემდე ატარებს ტკივილს იმ დაკარგული ხის ყუთის შესახებ, რომელშიც ინახებოდა უძველესი საიდუმლოებები, ასობით ფურცელი, თითოეული, ოჯახური ისტორიის ნაწილი. მე ვიცი, რომ ის ყუთი არსებობს, ამბობს ნათელა ემოციურად. მე ვიცი, რომ სადღაც ინახება, მაგრამ არავინ მამბობს სად. სესილიას შვილი, დავითი, ამბობს, რომ მან ვერ იპოვა ის დედის ნივთებს შორის. მაგრამ რამდენი ადამიანი იცოდა, რომ ის ყუთი იყო სესილიასთვის ყველაზე ძვირფასი რელიკვია? რამდენი ადამიანი იცოდა, რომ ის იქ აწერდა არა მხოლოდ რეცეპტებს, არამედ ისტორიებსაც თითოეული კერძის შესახებ, ვისგან მიიღო, რომელ წელს რა სიტუაციაში. ჩიხირტმა. ეს კერძი იყო სესილიას სიმბოლო მატერობისა. ჩიხირტმა არის ცნობილი ქართული წვნიანი, გემრიელი, მაგრამ უზარმაზრად რთული მომზადებისთვის, რადგან საჭიროა სპეციალური ტექნიკა კვერცხის ზედაპირზე შეტუტვისთვის. სესილია აცხადებდა, რომ ჩიხირტმა ვერ გამოვა მშვენიერი, თუ მზარეული არის გულგრილი ან გაბრაზებული. ჩიხირტმას ესმის, როდესაც შენს გულში ცხელი გრძნობები არ არის, ამბობდა ის თავის ახლო ადამიანებს და იცინოდა, თუმცა ყველას ესმოდა, რომ ეს იყო სერიოზული აზრი. თბილისის მარჯანიშვილის თეატრში 50-იან წლებში, როდესაც სესილია უკვე იყო ცნობილი და პატივცემული აქტრისა, ის ხშირად ბრუნდებოდა სახლში შუაღამის 1-2 საათზე. რეპეტიციები იყო დამღლელი, ემოციურად ამომწურავი, მაგრამ მას ჰქონდა ერთი პატარა რიტუალი, რომელიც აბრუნებდა მას ცხოვრების რეალურ სამყაროში. ის ხვდებოდა სახლში, იხდიდა თავის თეატრალურ კოსტუმს, იცვამდა მარტივ სახლის კაბას და მიდიოდა სამზარეულოში, რათა დაემზადებინა ჩიხირტმა თავისი პატარა ვაჟის, დავითისთვის. დავითი, სესილიას შვილი, იყო მისი მთელი სამყარო. ის იზრდებოდა დედის განსაკუთრებულ ზრუნვაში, რადგან ვასო გოძიაშვილი ხშირად გადატვირთული იყო თავისი თეატრალური მუშაობით და სესილია მარტო ატარებდა ოჯახური ცხოვრების ტვირთს. სესილია ყოველთვის ცდილობდა, რომ დავითისთვის შეენარჩუნებინა სახლის სითბოს განცდა და ერთ-ერთი გზა, რომლითაც ის ამას აკეთებდა, იყო სწორედ საკვების მომზადება, არა რომელიმე ფორმალური სადილი, არამედ ის კერძები, რომლებიც მას ბავშვობაში უყვარდა და რომლებიც აერთებდა მას თავის დედასთან, თავის წარსულთან. ჩიხირტმა იყო სპეციალური. ნათელა კუკავა იხსენებს ერთ დღეს, როდესაც მან ნახა, როგორ უთხრა სესილიამ დავითს, რომ ეს წვნიანი არის ქართული მატერობის სიმბოლო. მე ვარტყობ კვერცხს, ისევე როგორც დედაც ცდილობს შენი ცხოვრება გააკეთოს მშვიდ და ცხელ. და როდესაც წვნიანში ის ცხელი ხორბალი ერევა კვერცხის ნაცსირბილეს, ეს არის როგორც სიცოცხლე, ერევა ძლიერება სილამაზესთან, ცხელება სითბოსთან. პატარა დავითი არ ესმოდა ამ ფილოსოფიური სიტყვები, მაგრამ ის იცოდა ერთი, დედა უყვარდა მას უზარმაზრად და ამ ჩიხირტმას ყოველთვის აქვს სპეციალური გემო, რომელიც არაფერ სხვა კერძში არ იყო. მაგრამ საინტერესოა, რატომ მალავდა სესილია იმ ფაქტს, რომ ის ასე ღრმად იყო კავშირში თავის დედის კულინარიულ ტრადიციებთან. რატომ არ ამბობდა საჯაროდ, რომ ის იყო არა მხოლოდ დიდი თეატრალური ფიგურა, არამედ პატარა, ჩვეულებრივი დედა, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა გადაეცა თავისი შვილისთვის ის ტრადიციები, რომლებიც მან თავის დედისგან მიიღო. იქნებ ეს იყო მისი სინდისი იმის შესახებ, რომ საბჭოთა სისტემაში, სადაც ყველაფერი უნდა ყოფილიყო ღია და კოლექტიური, მან შეინარჩუნა ეს ერთი პატარა, კერძო სამყარო, რომელსაც ვერავინ შეეხებოდა? და რატომ ის ხის ყუთი, რომელიც შეიცავდა ყველა ამ საიდუმლოებას, უეცრად გაქრა? რა იყო იმ ფურცლებში ჩაწერილი, რომლებიც ვერავინ უნდა წაეკითხა? ნათელა ეუბნება, რომ ერთ საღამოს სესილია მასთან თქვა რაღაც ისეთი, რაც მას დღემდე არ ავიწყდება. იმ ყუთში არის არა მხოლოდ ჩემი დედის ხმა, არამედ მთელი ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც არავისთვის გავუზიარე. როდესაც მე აღარ ვიქნები, ის ყუთი უნდა დარჩეს იქ, სადაც მხოლოდ ჩემი შვილი იპოვის, თუ მას სურს, რომ მე ნამდვილად იცნოს. ამ სიტყვების შემდეგ გაიარა 30 წელი. დავითი ყუთს ვერ იპოვა. მაგრამ რამდენმა ადამიანმა შეიძლება ჩაიხედა იმ სახლში, სადაც სესილია ცხოვრობდა, უფრო ყურადღებით. რამდენმა შეიძლება იცოდა, სად მოძებნოს? როდესაც დავითი თაყაიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა დედის ძველი საგრიმიორო ოთახის გაწმენდა თბილისის მარჯანიშვილის თეატრში 2018 წელს, მან იპოვა ერთი პატარა თავდაკრული ქაღალდი, რომელიც იდო გრიმიორის ძველი სარკის უკან, ისეთ ადგილას, სადაც არავინ ეძებდა ვერაფერს.
ამ ქაღალდზე დაწერილი იყო ხელით, დედის ნაცნობი ხელწერით, 4 სიტყვა და 1 რიცხვი, მაწონი თაფლით, დავითისთვის 1954 წელი. ეს მარტივი ჩანაწერი ხსნიდა რაღაც ისეთს, რაც მთელი სათეატრო საზოგადოება არასოდეს იცოდა სესილია თაყაიშვილის შესახებ. მას ჰქონდა საოცარი ტრადიცია, რომელსაც მხოლოდ ოჯახი იცნობდა. ყოველ წელს, დავითის დაბადების დღეზე, სესილია ამზადებდა არა ტორტს, არა ქართულ სუფრას, არამედ ერთ უმარტივეს, მაგრამ უზარმაზრად თბილ კერძს, გარეული თაფლით შერეული ცივი მაწონი, რომელიც მან თავის დედისგან ისწავლა ბავშვობაში ბათუმში. დავითი ახლა ამბობს, რომ ეს ჩანაწერი უეცრად აბრუნებს მას იმ განცდაში, რომ მისი დედა არ იყო მხოლოდ დიდი აქტრისა, ის იყო ქალი, რომელიც იმახსოვრებდა თითოეულ პატარა დეტალს თავისი შვილის ცხოვრებაში და ატარებდა მათ როგორც საიდუმლო რიტუალს, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხებოდა. მაწონი, ეს გასაოცრად მარტივი ქართული კერძი, რომელიც მზადდება სულ რამდენიმე წუთში, გახდა სესილიას სპეციალური გზა, რათა გამოეხატა სიყვარული ოჯახის მიმართ. მაწონი არის უბრალოდ ცივი, ადრე დადუღებული მჭადი, რომელსაც ზედ ასხამენ ბუნებრივ თაფლს და ზოგჯერ ამატებენ ცოტა დამსხვრეულ თხილს. მაგრამ სესილიას რეცეპტი იყო სპეციალური. მან იყენებდა არა ჩვეულებრივ თაფლი, არამედ წაბლის თაფლი, რომელიც ჰქონდა განსაკუთრებული, ოდნავ მწარე გემო და აძლევდა მაწონის უნიკალურ არომატს. ეს კერძი არასოდეს გამოჩენილა საჯარო სუფრებზე, არასოდეს ყოფილა ნახსენები გაზეთებში ან სათეატრო ინტერვიუებში. ეს იყო მისი და მისი შვილის საიდუმლო ენა, კერძი, რომელიც ამბობდა, შენ ხარ ჩემი სამყარო და ეს მაწონი არის ჩემი სიყვარულის სიმბოლო, რომელიც არ საჭიროებს სიტყვებს. როდესაც დავითი გაიზარდა და თავად გახდა მამა, სესილია განაგრძობდა ამ ტრადიციას, მაგრამ უკვე დავითის შვილებისთვის, მისი შვილიშვილებისთვის. ნათელა კუკავა იხსენებს, როგორ ამზადებდა სესილია მაწონის საოცრად დიდ თეფშს და ათავსებდა მას თეთრ ფაიფურის თასში, რომელსაც ზედ აქვს ოქროს ძველი ორნამენტი. ეს თასი იყო მისი დედის მემკვიდრეობა, ამბობს ნათელა. სესილია ყოველთვის ამბობდა, რომ როდესაც ის მაწონის ამზადებს ამ თასში, მას ესმის, თითქოს მისი დედა დგას გვერდით და უსმენს მის ლოცვას. ის არასოდეს იყენებდა სხვა თასს ამ კერძისთვის, არასოდეს. მაგრამ რა იყო ის რიცხვი? 1972 წელი. რატომ ჩაწერა სესილიამ ეს კონკრეტული თარიღი იმ დამალულ ქაღალდზე? დავითი ამბობს, რომ სწორედ იმ წელს, როდესაც მას 7 წელი შეუსრულდა, მოხდა ერთი საოცარი ინციდენტი, რომელიც მთელი ოჯახი დღემდე იხსენებს. დავითი იმ დღეს დაავადდა ძალიან ძლიერი ცხელებით და სესილია მთელი ღამე იჯდა მის საწოლთან. ექიმები ამბობდნენ, რომ ბავშვს სჭირდება მძიმე ანტიბიოტიკები, მაგრამ სესილია ეშინოდა, რომ მედიკამენტები ზიანს მიაყენებდა მის პატარა სხეულს. მან გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში სცადოს ძველი ქართული მეთოდი, მისცა დავითს თბილი მაწონი თაფლით და მთელი ღამე ლოცულობდა მის გასაჯანმრთელებლად. დილამდე ცხელება ჩამოვიდა და დავითი გამოჯანმრთელდა. სესილია იმ დღიდან დარწმუნდა, რომ ეს კერძი არ იყო უბრალოდ საკვები, ის იყო მისი ოჯახის დამცველი, მისი სიყვარულის მატერიალური გამოხატულება, რომელიც ფლობდა ძალას. დავითი ამბობს, რომ როდესაც მან იპოვა ეს ჩანაწერი, მას წრემლები წამოვიდა, რადგან ის გაიგო, რომ მისი დედა ატარებდა ამ მოგონებას როგორც წმინდა საიდუმლოებას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. მან არასოდეს უთხრა არავისთვის, არც კოლეგებს, არც ახლო მეგობრებს, რადგან ეს იყო მისი და მისი ოჯახის კერძო სამყარო, სადაც არ იყო კამერები, არ იყო აპლოდისმენტები, არ იყო სუფთა თეატრალური ხელოვნება, არამედ იყო მხოლოდ დედობის უზარმაზარი, უპირობო სიყვარული. რატომ დამალა სესილიამ ეს ქაღალდი სარკის უკან? იქნებ იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ სადღაც ოდესმე, მისი შვილი იპოვიდა მას და გაიგებდა, რომ მისი დედა არასოდეს დაივიწყებდა იმ ღამეს, როდესაც მარტივმა მაწონიმ გადაარჩინა ყველაფერი, რაც მას ჰქონდა. ცოტა ადამიანმა იცის, რომ სესილია თაყაიშვილს ჰქონდა ერთი საიდუმლო ოცნება, რომელიც არასოდეს განხორციელდა. მას უნდოდა გახსნილიყო პატარა ოჯახური რესტორანი თბილისის ძველ ქალაქში, სადაც ის გაუზიარებდა ხალხს თავის საყვარელ რეცეპტებს. მაგრამ 2002 წელს, როდესაც მან პირველად დაიწყო ამ იდეის განხილვა თავის ახლო მეგობართან, ვერიკო ანჯაფარიძესთან, უეცრად მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ეს ოცნება სამუდამოდ დაკარგა. საბჭოთა კულტურის სამინისტროდან მოვიდა არაფორმალური გაფრთხილება, ასეთი პროექტი არ არის მიზანშეწონილი აქტრისებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო თეატრებს. ეს არ იყო ოფიციალური აკრძალვა, არამედ ერთგვარი რეკომენდაცია, რომელსაც იმ დროს ყველა ესმოდა. თუ სესილია დაჟინებით განაგრძობდა ამ იდეას, მას შეეძლო დაეკარგა თავისი პოზიცია თეატრში და თავისი პატივი როგორც ერის ბებიას. სესილია დათანხმდა და თავი დაანება თავის ოცნებას, მაგრამ მან არასოდეს დაივიწყა ეს შეზღუდვა. ვერიკო ანჯაფარიძე ამბობდა მოგვიანებით, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ მომენტი, როდესაც მან ნახა სესილიას თვალებში ნამდვილი უძლურების განცდა, ქალი, რომელიც ფლობდა სცენას და აკონტროლებდა ათასობით მაყურებელს, ვერ აკონტროლებდა საკუთარ ცხოვრებას.
მაგრამ სესილიამ იპოვა გზა, რომ გამოეხატა თავისი გულის ტკივილი და სიყვარული კულინარიის მიმართ. მან დაიწყო პატარა, კერძო ვახშმების ორგანიზება თავის სახლში, სადაც იწვევდა მხოლოდ ახლო მეგობრებს და გაუზიარებდა მათ თავის საუკეთესო კერძებს. ერთ-ერთი ასეთი საღამო გახდა ლეგენდარული თბილისის თეატრალური ბომონდის წრეებში. საღამო, როდესაც სესილია მოამზადა ბაჟე და გააკეთა ის ისე, რომ ყველა სტუმარი აღფრთოვანდა. ბაჟე, ეს კლასიკური ქართული соуსი ბროწეულისგან, რომელიც ზოგჯერ მზადდება ქათმით, ზოგჯერ თევზით, ზოგჯერ სულ უბრალოდ ბოსტნეულით. სესილიას ბაჟეს ჰქონდა საიდუმლო, რომელსაც მხოლოდ ახლობლები იცნობდნენ. ის იყენებდა არა ჩვეულებრივ ბროწეულს, არამედ ძალიან ძველ, ხმელ ბროწეულს, რომელიც ინახებოდა მისი დედის ხის ყუთში. მაგრამ რატომ დამალა ეს რეცეპტი, რომელიც ინახებოდა მისი დედის ხის ყუთში? ეს თხილი ჰქონდა სპეციალური არომატი, რომელიც აძლევდა ბაჟეს უფრო ღრმა, უფრო კომპლექსური გემოს. გარდა ამისა, სესილია ამატებდა ძალიან პატარა რაოდენობით ძმარს, ქართულ მშრალ კინძას, რომელიც მოჰქონდა გურიიდან და რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული მწვანე ფერი და ინტენსიური არომატი. ნათელა კუკავა იხსენებს ერთ საღამოს, როდესაც სესილიამ მოუწვია ვერიკო ანჯაფარიძე, ერთი რამდენიმე სხვა აქტრისა და რეჟისორი სოფიკო ჭიაურელი. საღამო იყო თბილი, ზაფხული და სესილიამ დახურა თავისი პატარა ეზოსკარი და გამოიტანა სტოლი, რომელზეც იდო თეთრი ქსოვილი. ის მოამზადა ბაჟეს უზარმაზარ თხილის კერამიკულ თასში და გამოიტანა ახალი შოთი, რომელიც კიდევ თბილი იყო. ის ასევე გამოიტანა პატარა თასებში ნამდვილ წითელ ღვინოს და დატოვა ყველაფერი იმ სტოლზე, როგორც ხელოვნების ნიმუში. სტუმრები იყვნენ აღფრთოვანებულები. ვერიკო ანჯაფარიძე ამბობს, რომ იმ საღამოს მან გაიგო, რატომ სცადა სესილიამ რესტორნის გახსნა. ის იყო არა მხოლოდ მზარეული, არამედ ხელოვანი, რომელსაც შეეძლო საკვებით გადმოეცა ემოცია, ისტორია და ტრადიცია. როდესაც ვჭამდი იმ ბაჟეს, ამბობს ვერიკო ემოციურად, მე ვხედავდი სესილიას ბავშვობას, მე ვგრძნობდი მის დედას, მე ვხედავდი გურიის მთებს და ზღვას ბათუმში. ეს იყო არა უბრალოდ საკვები, ეს იყო პოეზია, რომელიც ჩაწერილი იყო გემოებში. სოფიკო ჭიაურელი კი დამატებდა, რომ სესილია იმ საღამოს უთხრა მათ ერთი რამ, რაც მას არასოდეს დაუვიწყდება. ყველა ჩემი როლის სცენაზე არის მხოლოდ ნიღბები, მაგრამ ეს ბაჟე, ეს არის ჩემი ნამდვილი სახე. როდესაც მე ვამზადებ ამ კერძს, მე არ ვთამაშობ, მე ვარ. ეს იყო იშვიათი მომენტი, როდესაც დიდი აქტრისა ღია გულით აღიარა, რომ სცენა და ცხოვრება მისთვის ორი განსხვავებული სამყარო იყო და რომ კულინარია იყო მისი ერთადერთი გზა, რათა ნამდვილად გამოეხატა თავისი არსი. მაგრამ რატომ ვერ შეძლო სესილიამ ამ ნაწილის საჯაროდ გამოხატვა? რატომ უნდა ყოფილიყო ეს მხოლოდ კერძო საღამოები, დამალული თვალებისგან? როგორ შეეძლო სისტემას, რომელიც აქებდა მას როგორც ერის ბებიას, იმავე დროს ეზღუდა მისი სურვილი, რომ ყოფილიყო უბრალოდ ქალი, რომელიც გაუზიარებდა თავის ტრადიციებს ხალხს? ამ კითხვებზე პასუხი ალბათ არასოდეს იქნება სრული, მაგრამ ერთი რამ დარჩა ცხადი, სესილია თაყაიშვილი იყო ქალი, რომელიც ცხოვრობდა ორ სამყაროში, საჯარო თეატრალური პერსონაჟი და კერძო, ნაზი, ტრადიციული ქალი, რომელიც ატარებდა თავის წინაპრების სულს თითოეულ კერძში, რომელსაც ამზადებდა. იმ ხელნაწერ ჩანაწერებში, რომლებიც დავითმა თაყაიშვილმა იპოვა თავისი დედის ძველ პირად დღიურში 2018 წელს, იყო ერთი გვერდი, რომელიც განსხვავდებოდა ყველა სხვა ჩანაწერისგან. ეს გვერდი იყო დაწერილი შავი მელნით, ძალიან წვრილი ხელწერით და შეიცავდა რაღაც ისეთს, რაც გავლენას ახდენდა იმაზე, თუ როგორ ვიხედავთ სესილია თაყაიშვილის ცხოვრებას. ამ გვერდზე იყო ჩამოთვლილი ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მას აწესეს თეატრის ადმინისტრაციამ და კულტურის სამინისტრომ 50-იანი წლებიდან, რაც შეეძლო ყოფილიყო ნათქვამი ინტერვიუებში, რა ტიპის როლები შეეძლო მიეღო, რა ტიპის საჯარო გამოსვლები შეეძლო გაეკეთებინა. მაგრამ ყველაზე მძიმე პუნქტი იყო ის, რომელიც ეხებოდა მის პირად ცხოვრებას, არ უნდა ერთოდო კომერციულ საქმეებში, განსაკუთრებით კულინარიულ ბიზნესში, რადგან ეს აზიანებდა აქტრისის სახელმწიფო იმიჯს. დავითი ამბობს, რომ ამ ჩანაწერმა მას გაუხსნა თვალები იმაზე, რატომ იყო მისი დედა ასე დახურული და რატომ არასოდეს ესაუბრა საჯაროდ თავის ნამდვილ გატაცებას, კულინარიას. სესილია იყო ტყვე სისტემისა, რომელიც აქებდა მას როგორც სიმბოლოს, მაგრამ არ აძლევდა უფლებას, რომ ყოფილიყო ცოცხალი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სურვილები და ოცნებები. მაგრამ სესილია იპოვა პატარა, ჩუმი გზები, რათა გამოეხატა თავისი ნამდვილი არსი და ერთ-ერთი ასეთი გზა იყო მისი საყვარელი რესტორნების ვიზიტები თბილისში. ნათელა კუკავა იხსენებს, რომ სესილია ხშირად მიდიოდა ძველ დუქნებში უბანზე პლეხანოვა და ზოგჯერ ასვლიდა მთაწმინდის მთაზე, სადაც იყო პატარა სასადილო, რომელსაც მართავდა ერთი ქართველი ოჯახი. იმ ადგილას მზადებდნენ საუკეთესო ხინკალს მთელ თბილისში, ხინკალს, რომელიც იყო მთიული სტილის, ძალიან დიდი, ხორცით სავსე და დაფარული შავი ციცაკით.
სესილია იმძიმებოდა საჯაროდ დასწრებას ასეთ ადგილებში, რადგან ის იცოდა, რომ ხალხი დაიწყებდა მის მოსალოდნელად და ამ სიმშვიდის დროს გაუფუჭდებოდა. მაგრამ ზოგჯერ ის მაინც მიდიოდა სპეციალურად საღამოს, როდესაც ნაკლები მაყურებელი იყო და მაშინ ის იჯდებოდა ყველაზე კუთხურ სტოლთან და ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ ამზადებდნენ ხინკალს იმ მზარეულები. მას ჰქონდა ერთი პრინციპი, ის ყოველთვის ჭამდა ხინკალს ხელით, არასოდეს დანაჩანგლით. ის ამბობდა, რომ ხინკალის ჭამა ხელით არის ქართული კულტურის ნაწილი და ის, ვინც ჭამს დანაჩანგლით, კარგავს მთელ სენსს ამ კერძის. ერთ საღამოს, როდესაც სესილია იყო იმ რესტორანში მთაწმინდაზე, მის გვერდით მოსვლიან ორი ახალგაზრდა აქტრისა, რომლებიც იყვნენ თეატრის ახალი თაობა. ისინი ცნობენ სესილიას და აღფრთოვანებულები ხდებიან. სესილია მიწვევს მათ დასჯდომად მის სტოლთან და ეუბნება: მოდით, მე დაგასწავლით, როგორ ჭამოთ ნამდვილი ქართული ხინკალი. ის უჩვენებს მათ, როგორ უნდა აიღონ ხინკალი ხელით, როგორ უნდა დაიჭირონ ის ზუსტად ზედა ნაწილში, რათა არ გაჟღენთილიყოს ცხიმი, როგორ უნდა ნელა დაიჭირონ კბილებით ცომი და როგორ უნდა დაუსველონ ბულიონი პირში. ეს იყო რაღაც ისეთი, რაც ის ქალები არასოდეს დაივიწყებდნენ. სესილია თაყაიშვილი, დიდი ერის ბებია, უთხრობდა მათ არა თეატრალურ ტექნიკას, არამედ ძალიან მარტივ, პატივისცემის ღირსებულ ქართულ ტრადიციას. ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა აქტრისათაგანმა, ნანა ბერიძემ, მოგვიანებით გაიხსენა, რომ სესილია მათ უთხრა ერთი წინადადება, რომელიც მას დღემდე მახსოვს: თუ შენ შეგიძლია სიყვარულით ჭამა ხინკალი, შენ შეგიძლია სიყვარულით თამაში სცენაზე. ეს იყო მისი ფილოსოფია, რომ ყველაფერი ცხოვრებაში არის ერთმანეთთან დაკავშირებული და რომ ნამდვილი ხელოვნება იწყება არა სცენაზე, არამედ უბრალო ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც ადამიანი პატივს სცემს ტრადიციებს და ატარებს სიყვარულს თითოეულ მცირე ქმედებაში. მაგრამ რატომ არასოდეს გახდა ეს ისტორია ნაწილი სესილიას ოფიციალური ბიოგრაფიის? რატომ არასოდეს მოგვიყვა საჯაროდ, რომ მას ჰქონდა ასეთი ღრმა კავშირი ქართულ კულინარიასთან? იქნებ იმიტომ, რომ სისტემა არ აძლევდა მას ამ თავისუფლებას. სისტემა მოითხოვდა, რომ ის ყოფილიყო მხოლოდ ერის ბებია, დიდი თეატრალური ფიგურა, მაგრამ არა ცოცხალი ქალი, რომელიც გატაცებული იყო ჭამის, სუნების და ტრადიციების სამყაროთი. 1957 წლის გაზაფხულზე, ზუსტად 3 დღით ადრე, ვიდრე სესილია თაყაიშვილი უნდა გამოსულიყო სცენაზე თავის ერთ-ერთ უდიდეს როლში, მის საგრიმიოროში შემოვიდა უცნობი კაცი, რომელსაც არავინ იცნობდა თეატრის პერსონალიდან. ეს კაცი ატარებდა შავ ქურთუკს და მოძველებულ ტყავის ჩანთას, რომელიც ასე მჭიდროდ იყო მიჭერილი მის ხელში, თითქოს იქ რაღაც უზარმაზრად ფასეული იდო. თეატრის დარაჯი ვახტანგ ბერეკაშვილი, რომელიც იმ დროს მსახურობდა მარჯანიშვილის თეატრში, ახლა თავისი უკვე 100 წლის ასაკიდან იხსენებს, რომ ამ კაცმა მოსთხოვა დატოვებოდა მარტო სესილიასთან ზუსტად 10 წუთით. მე ვცადე შევჩერებინა, ამბობს ვახტანგი ძველი, შეძრწუნებული ხმით. მაგრამ სესილიამ მომხედა და თქვა: გთხოვ დატოვე ჩვენ. მან იცოდა ვინ იყო ეს კაცი. მე გამოვედი კარიდან, მაგრამ დარჩი კორიდორში, რადგან რაღაც შიში მქონდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კორიდორში გაისმა ხმები, არა ჩხუბი, არამედ ინტენსიური, დაძაბული საუბარი. სესილიას ხმა იყო მკიფე, თითქოს ის ცდილობდა რაღაცას აუხსნას, მაგრამ ვეღარ აკონტროლებდა თავის ემოციებს. უცნობი კაცის ხმა იყო მშვიდი, თითქოს ცივი, ის რაღაცას ამბობდა განმეორებით, თითქოს აჩვენებდა რაღაც დოკუმენტს ან მტკიცებულებას. როდესაც კარი გაიღო და კაცი გამოვიდა, მისი სახე იყო გამოხატვის გარეშე, მაგრამ ჩანთა უკვე ცოტა უფრო მსუბუქად ეჭირა. ვახტანგი შევიდა საგრიმიოროში და დაინახა სესილია, რომელიც იჯდა თავის სავარძელში, თავი მაღლა აწეული, მაგრამ თვალებში ცრემლები ჩამოსდიოდა. მის ხელში იდო პატარა კონვერტი, რომელიც ის დახურა და ჩადო საგრიმიორო მაგიდის ყველაზე დაბალ უჯრაში. მან არასოდეს უთხრა არავისთვის, რა იყო იმ კონვერტში და ვინ იყო ის კაცი. მაგრამ იმ დღიდან სესილია შეიცვალა, მისი რეპეტიციები გახდა უფრო ინტენსიური, მაგრამ სახლში, მისი ახლობლების თანახმად, ის გახდა უფრო მორიდებული და მარტოხელა. დავით გოძიაშვილი ახლა ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი იყო დაკავშირებული მის ოჯახის წარსულთან, კონკრეტულად გურიაში დარჩენილ მიწებთან, რომლებიც თაყაიშვილის ოჯახს ჰქონდა საკუთრებაში რევოლუციამდე. ზოგიერთი დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით იპოვეს, მიუთითებდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა სრულად წაეშალა ნებისმიერი ბმები, რომლებიც აკავშირებდა ცნობილ ინტელიგენციას წინა ეპოქის მემკვიდრეობასთან. შესაძლოა ის კაცი მოსულიყო სესილიას თხოვნით, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლითაც ის უარს იტყოდა ნებისმიერ პრეტენზიაზე იმ მიწების მიმართ. შესაძლოა მან ეშინოდა, რომ უარის თქმის შემთხვევაში მისი შვილი, დავითი, შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხეში. მაგრამ რამ შეცვალა სესილია იმ დღის შემდეგ? რატომ დაიხურა მან ის კონვერტი და არასოდეს უთხრა არავისთვის მის შესახებ?
ნათელა კუკავა ამბობს, რომ სწორედ იმ კვირაში სესილიამ პირველად მოამზადა ერთი უმთავრესი კერძი, რომელიც გახდა მისი ემოციური თავშესაფარი. ოსეტრის ხორცი თესლნარის წვენით ის განსაკუთრებული კერძი, რომელიც აკავშირებდა მას ახალგაზრდობასთან და თბილისის ბრწყინვალე თეატრალურ ეპოქასთან. ეს იყო მისი გზა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო დროში, როდესაც მას არ ჰქონდა შიში, როდესაც ის იყო თავისუფალი და ბედნიერი. ეს იყო კერძი, რომელიც არ იყო უბრალოდ საკვები, ეს იყო დროის მანქანა, რომელიც აბრუნებდა მას იმ დროში, სადაც არაფერი არ იყო დაკარგული და ყველაფერი კიდევ იყო შესაძლებელი. რა იყო იმ კონვერტში? და ვინ იყო ის კაცი, რომელმაც ისე შეძრა სესილია თაყაიშვილი, რომ მან თავისი ემოციური თავშესაფარი კვლავ იპოვა ძველ, დავიწყებულ რეცეპტებში? იმ 1960-იანი წლების თბილისი იყო ადგილი, სადაც ხდებოდა ორი პარალელური რეალობის შეჯახება, ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგიის მკაცრი კონტროლი და ქართული ინტელიგენციის ჩუმი, მაგრამ ხელშეუხებელი სული, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ტრადიციები. სესილია თაყაიშვილი იყო ზუსტად იმ თაობის ნაწილი, რომელიც ცხოვრობდა ამ ორ სამყაროს შორის. საჯაროდ ის იყო ერის ბებია, საბჭოთა კულტურის სიმბოლო, მაგრამ კერძოდ ის იყო გურული ქალი, რომელიც ატარებდა თავის წინაპრების რეცეპტებს როგორც წმინდა რელიკვიებს. იმ დროს 30-იან და 40-იან წლებში თბილისის თეატრალური ბომონდი ზეიმობდა თავის დიდ წარმატებებს განსაკუთრებული ვახშმებით, რომლებიც იმართებოდა თეატრის შენობებში ან მსახიობთა კავშირის დახურულ დარბაზებში. ეს იყო საღამოები, სადაც ყველაფერი იყო მომზადებული იდეალურად, სუფრა იყო დაფარული თეთრი დამასკოს ქსოვილებით, თეფშები იყო მოხატული ხელით და ყველაზე მთავარი, საკვები იყო განსაკუთრებული. ერთ-ერთი ასეთი საღამოს ვარსკვლავი იყო ოსეტრის ხორცი, რომელიც იყო მომზადებული თესლნარის წვენითა და ახალი მწვანე ბოსტნეულით. ოსეტრი, ცოცხალი, რომელიც მოჰქონდათ უშუალოდ მდინარე მტკვარიდან, იმ დროს მდინარე კიდევ იყო სუფთა და სავსე თევზით, იყო განსაკუთრებული დელიკატესი, რომელსაც მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ამზადებდნენ. ოსეტრის ხორცი იყო თეთრი, ნაზი და უზარმაზრად გემრიელი, ის იყო ის გემო, რომელიც აკავშირებდა ადამიანს რაღაც უფრო მაღალ, უფრო ძვირფას ცხოვრებასთან. სესილია თაყაიშვილისთვის ეს კერძი იყო სიმბოლო მის ახალგაზრდობის დროის, როდესაც ის იყო ახალი, ნათელი ვარსკვლავი თეატრის ცაზე, როდესაც მთელი თბილისი საუბრობდა მის ნიჭზე და მშვენიერებაზე. ნათელა კუკავა იხსენებს, რომ სესილიას ჰქონდა სპეციალური ალბომი, სადაც ის ინახავდა ძველ ფოტოებს იმ საღამოებიდან. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ახალგაზრდა სესილია, გამოწყობილი ელეგანტურ შავ კაბაში, როგორც ის დგას უზარმაზარ სუფრასთან, რომელზეც თეთრ თეფშებზე ლამაზად არის გამოსახული ოსეტრის ნაჭრები, შეამშვენებული თესლნარის წითელი მარცვლებით და ახალი ოხრახუშის ფოთლებით. მის გვერდით დგას ვერიკო ანჯაფარიძე და რამდენიმე სხვა ცნობილი აქტრისა. ყველას სახეზე არის ბედნიერების გამომეტყველება, ეს იყო დრო, როდესაც კიდევ არაფერი იყო დაკარგული, როდესაც მომავალი ჩანდა ნათელი და სავსე შესაძლებლობებით. მაგრამ რატომ გახდა ეს კერძი ემოციური თავშესაფარი სესილიასთვის იმ უცნობი კაცის ვიზიტის შემდეგ? რადგან ეს იყო კერძი, რომელიც წარმოადგენდა დროს, როდესაც მას არ ჰქონდა შიში, როდესაც ის არ იყო ტყვე სისტემისა, როდესაც ის შეეძლო თავისუფლად ოცნება ოჯახური რესტორნისა და თავისი რეცეპტების გაზიარების. ამიტომ, როდესაც ის გრძნობდა, რომ რაღაც მას ხუთავდა ხელს, იქნებოდა ეს ოფიციალური შეზღუდვა, უცნობი ვიზიტორი თუ სიმარტოვის განცდა ის. აბრუნდებოდა ამ რეცეპტს, როგორც დროის მანქანას, რომელიც აბრუნებდა მას იმ ბედნიერ წარსულში. დავით გოძიაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში, როდესაც მისი დედა უკვე იყო ასაკოვანი და ნაკლებად გამოდიოდა სახლიდან, ის ხშირად ითხოვდა მისგან, რომ წაეღო ის თბილისის ძველ რესტორნებში, სადაც შეეძლებოდა დაეგემოვნებინა ის გემოები, რომლებიც მას უკავშირდებოდა ახალგაზრდობასთან. მაგრამ ხშირად ეს ვიზიტები მთავრდებოდა იმით, რომ სესილია იკვნესებდა თავს და ამბობდა, ეს აღარ არის ის გემო. ის დრო დასრულდა. ეს იყო მისი გზა იმისათვის, რომ ეთქვა, რომ იმ დროის სულისკვეთება, იმ ადამიანების სითბო, იმ ვახშმების მაგია, ყველაფერი ეს დაკარგა და აღარ დაბრუნდებოდა. მაგრამ იქნებ სესილია ცდებოდა? იქნების მაგია არ იყო დაკარგული, არამედ უბრალოდ გადავიდა სხვა ფორმაში, რომელიც ახლა ცხოვრობს მის რეცეპტებში, მის ისტორიებში, მის მოგონებებში, რომლებსაც ჩვენ ახლა ვუზიარებთ ამ ვიდეოში. იქნების სიმაგრე, რომელიც მას ეძებდა, ახლა შეუძლიათ იპოვან ათასობით ადამიანმა, რომლებიც მოусმენენ მის ისტორიას და მოამზადებენ იმ კერძებს, რომლებიც ის უყვარდა? რატომ გახდა სესილია თაყაიშვილი ასე დაკავშირებული თავის წარსულთან და რატომ ეს წარსული ყოველთვის იყო დაკავშირებული საკვებთან, არა რომელიმე რთულ სათავგადასავლო რეცეპტებთან, არამედ მარტივ ჩვეულებრივ კერძებთან, რომლებიც ატარებდნენ ემოციურ დატვირთვას? იმ უცნობი კაცის ვიზიტიდან გავიდა 30 წელი, რომელთა განმავლობაში სესილია თაყაიშვილი ატარებდა ტვირთს, რომლის შესახებაც არავინ იცოდა.
და სწორედ იმ წლებში 70-იან წლებში მან იპოვა თავისი გზა გადარჩენისა, პატარა საიდუმლო ადგილი, სადაც მას შეეძლო ყოფილიყო არა სიმბოლო, არამედ უბრალოდ ადამიანი. თბილისში, ძველ უბან საბურთალოზე, არსებობდა პატარა ბინა მეორე სართულზე, რომლის შესახებაც თითქმის არავინ იცოდა. ეს ბინა ეკუთვნოდა სესილია თაყაიშვილის ძმის ოჯახს, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში 2000 წლებამდე ეს ადგილი იყო სესილიას პირადი თავშესაფარი, ადგილი, სადაც ის შეეძლო ყოფილიყო არა ერის ბებია, არამედ უბრალოდ ქალი, რომელსაც უყვარდა მომზადება, ტრადიციების დაცვა და მარტოობაში დრო გატარება. მეზობლები ამბობდნენ, რომ ხშირად ხედავდნენ, როგორ შედიოდა სესილია ამ ბინაში საღამოს, როდესაც უკვე ბნელდებოდა და გადიოდა 2-3 საათს შიგნით, მაგრამ არავინ იცოდა, რას აკეთებდა ის იქ. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ეს იყო მისი კერძო კაბინეტი, სადაც ის იკითხავდა როლებს. სხვები ფიქრობდნენ, რომ იქ იყო დამალული მისი პირადი არქივი. მაგრამ სინამდვილე იყო ბევრად უფრო პირადი და უფრო ემოციური. დავით გოძიაშვილმა 2019 წელს გადაწყვიტა გაეხსნა ეს ბინა და დაენახა, რა იყო იქ. როდესაც ის შევიდა, მან იპოვა პატარა, უმარტივესი ინტერიერი, ერთი პატარა მაგიდა, 2 სკამი, ერთი ძველი ქურა და ერთი პატარა თაროები, სადაც იდო ასობით ბანკა სპეციებით, ძველი რეცეპტების ფურცლები და პატარა ნოუთბუქები, სადაც სესილია აწერდა თავის ფიქრებს. ეს იყო არა კაბინეტი, არა არქივი, ეს იყო პატარა სამზარეულო ლაბორატორია, სადაც სესილია ამზადებდა თავის საყვარელ კერძებს მაშინ, როდესაც ის არ სურდა, რომ ვინმეს თვალი დაენახა. რატომ ჰქონდა სესილიას ეს საიდუმლო ადგილი? რატომ მალავდა ის ამ ნაწილს თავისი ცხოვრებიდან, თუნდაც თავისი ოჯახისგან? ნათელა კუკავა ამბობს, რომ ამის მიზეზი იყო ის, რომ სესილიას სჭირდებოდა ადგილი, სადაც ის შეეძლო მოაწესრიგებინა თავისი გრძნობები, განფიქრებულიყო და დაბრუნებულიყო თავის ნამდვილ არსთან. ის იყო ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ცხოვრობდა საზოგადოების თვალწინ, მისი ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, ყოველი როლი არის განხილული, კრიტიკული, შეფასებული. იმ პატარა ბინაში ის იყო თავისუფალი იმისათვის, რომ მოამზადოს ის კერძები, რომლებიც მას უყვარდა, რომლებიც არავის აღარ უნდა ემსახურა, რომლებიც არავის აღარ უნდა მოეწონებინა. ერთ-ერთი კერძი, რომელსაც სესილია ყველაზე ხშირად ამზადებდა იმ ბინაში, იყო ფხალი, ქართული ტრადიციული კერძი, რომელიც მზადდება ბოსტნეულით, ისპანახი, წითელი ჭარხალი, ლობიო, დამსხვრეული ნიგვზით და სპეციებით. მაგრამ სესილიას ფხალი არ იყო უბრალოდ ფხალი, ის იყო რიტუალი. ის იწყებდა იმით, რომ ირჩევდა ყველაზე ახალ ბოსტნეულს ბაზრიდან, შემდეგ ის დიდი ხნის განმავლობაში აფორმებდა მათ, ძალიან ფრთხილად ათავსებდა სპეციებს, უცხოსუნელი, ნიორი, ციცაკა და ბოლოს ყოველ თეფშს აფორმებდა როგორც ხელოვნების ნიმუშს. ზედა ათავსებდა თესლნარის მარცვლებს, დამსხვრეულ ნიგვრს და ახალ ოხრახუშის ფოთლებს. დავითმა იპოვა ერთი ნოუთბუქი, სადაც სესილია აწერდა თავის ფიქრებს იმ საღამოების შესახებ, როდესაც ის მარტო ამზადებდა ფხალს. ერთ-ერთ ჩანაწერში წერია, დღეს მოვამზადე ისპანახის ფხალი. მე დავდექი ქურასთან და ვუსმენდი, როგორ ხმარებდა ბოსტნეული. ეს ხმა მომაგონებს დედის სამზარეულო ბათუმში. მე ვცდილობ გავიხსენო მისი ხელები, როგორ აზელავდა ის ცომს, როგორ ათავსებდა სპეციებს. მე ვცდილობ იყო ის, რაც ის იყო, მარტივი, ჩუმი, მოწყალე. მაგრამ მე ვერ შემიძლია. მე ყოველთვის მესმის, რომ რაღაც ნაწილი ჩემი თავისაა დაკარგული, ის ნაწილი, რომელიც იყო თავისუფალი და ბედნიერი. ეს სიტყვები ავლენს იმ ღრმა მარტოობას და ნოსტალგიას, რომელსაც სესილია გრძნობდა თავის ცხოვრებაში. ის იყო ქალი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, პატივი, სიყვარული, აღიარება, მაგრამ მას არ ჰქონდა ერთი რამ, თავისუფლება იმისათვის, რომ ყოფილიყო უბრალოდ თავისი თავი, გარეშე ნიღბებისა და როლებისა. ნათელა კუკავა ამბობს, რომ ბოლო 10 წლეულში, როდესაც სესილია უკვე იყო ძალიან ასაკოვანი და ნაკლებად შეძლებოდა სიარული, ის კიდევ ცდილობდა წასულიყო იმ ბინაში, თუნდაც თვეში ერთხელ. ის იყო მისი ერთადერთი ადგილი, სადაც ის შეეძლო დახატულიყო თავისი ემოციები, შეენარჩუნებინა თავისი ტრადიციები და იცხოვროს იმ მომენტებში, როდესაც არავინ მას არაფერს უთხოვდა და არავინ მას არაფერს მოელოდა. მაგრამ რა გახდა იმ ბინის და იმ ყველა რეცეპტისა, რომლებიც იქ იდო? დავითი დათო ამბობს, რომ ის ცდილობს დაიცვას ეს ადგილი როგორც მემორიალი, მაგრამ დღემდე არავინ იცის, რამდენი რეცეპტი და რამდენი პირადი ჩანაწერი დარჩა იქ, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნდა და არავისთვის გაუზიარდა. რატომ მალავდა სესილია ამ მხარეს თავის ცხოვრებიდან? რატომ არ გაუზიარა მას არავისთვის, თუნდაც თავის უახლოეს ადამიანებთან? იქნებ იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ როგორც კი ეს სამყარო გახდებოდა საჯარო, ის დაკარგავდა თავის მაგიას და გახდებოდა კიდევ ერთი ნაწილი მისი საჯარო იმიჯისა.
1982 წლის გაზაფხულზე, როდესაც სესილია თაყაიშვილი უკვე მიუახლოვდა თავის სიცოცხლის დასასრულს, მისი ახლობელი ადამიანები დაიწყეს შენიშვნა, რომ მის ფიზიკურ მდგომარეობაში რაღაც ცვლილებები ხდებოდა. ის იყო ყოველთვის ძალიან გამართული, ელეგანტური ქალი, რომელიც ატარებდა თავის თავს როგორც დედოფალი, მაგრამ მოულოდნელად ის დაიწყო გახშირებული დაღლილობა. მისი ხმა გახდა ოდნავ შეშფოთებული და მისი ნაბიჯები ნაკლებად მყარი. მისი პირადი ექიმი, ნუგზარ კობალია, რომელიც მოვლიდა სესილიას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამბობს, რომ მას ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები სისხლის წნევით და გულის რიტმით, მაგრამ სესილია უარს აცხადებდა რაიმე ინტენსიურ მკურნალობაზე. ის ამბობდა მე ვიცხოვრე სრულად და ახლა მე მინდა მშვიდად დავასრულო ჩემი გზა. გარეშე ამ ყველა წამლებისა და პროცედურებისა იხსენებს ნუგზარ კობალია დღეს თავის 70 წელს. მაგრამ რაც ყველაზე გასაკვირია, სესილია არასოდეს დათმობდა თავის ყოველდღიურ რიტუალს, რომელიც იყო დაკავშირებული კერძების მომზადებასთან. თუნდაც მას ძალიან ცუდად ეგრძნო, ის მაინც იჯდებოდა სამზარეულოში და ამზადებდა რაღაცას, ზოგჯერ მაწონის მარტივ თასს, ზოგჯერ პატარა ჩიხირთმას, ზოგჯერ ფხალის ერთ თეფშს. ეს იყო მისი გზა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა კავშირი ცხოვრებასთან, თავისი ტრადიციებით და თავისი წარსულით. დავით გოძიაშვილი იხსენებს ერთ საღამოს, როდესაც მისი დედა იჯდა სამზარეულოში და ცდილობდა მოიამზადებინა თავისი საყვარელი კერძი, მაწონი თაფლით. მაგრამ მისი ხელები კანკალებდა და მას არ შეეძლო სწორად დაეჭირა ჭურჭელი. დათომ მივიდა მასთან და უთხრა: დედა, გთხოვ დაისვენე. მე მოვამზადებ შენთვის. მაგრამ სესილია უპასუხა: არა, ჩემო ვაჟო. ეს არის ერთადერთი რამ, რაც მე კიდევ შემიძლია. ნუ წამართმევ ამ ბედნიერებას. იმ მომენტში დათომ გაიგო, რომ მისი დედისთვის კერძების მომზადება არ იყო უბრალოდ ჩვევა, ეს იყო მისი ცხოვრების არსი, მისი კავშირი თავის წარსულთან, მისი გზა იმისთვის, რომ განეგრძო ცხოვრება თუნდაც მაშინ, როდესაც ფიზიკური ძალები ტოვებდა მას. ნათელა კუკავა ამბობს, რომ ბოლო თვეებში სესილია ხშირად ითხოვდა მისგან, რომ მოეტანა მისთვის სპეციალური სპეციები, ხმელი სუნელი, რომელიც მოჰქონდა გურიიდან და რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული არომატი. სესილია ამბობდა, რომ ეს არომატი მას აბრუნებდა ბავშვობაში, როდესაც ის იჯდებოდა თავისი დედის სამზარეულოში და უსმენდა, როგორ ამზადებდა ის საღამოს სადილს. ეს სუნი არის ჩემი საფუძველი, ამბობდა სესილია. სანამ მე შემიძლია ამ სუნის გრძნობა, მე ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი. ბოლო კვირებში სესილიამ დაიწყო მომზადება ერთი განსაკუთრებული კერძისათვის, რომელიც მან არასოდეს ამზადა საჯაროდ, ეს იყო გურული გვეზელი, ტრადიციული გურული საშობაო ღვეზელი ფორმაში ნახევარმთვარის, რომელიც ივსება ახალი ყველით და მოხარშული კვერცხით. ეს კერძი იყო მისი ოჯახის უწმინდესი ტრადიცია, იმ ტრადიციის ნაწილი, რომელიც გადმოცემული იყო თაობიდან თაობაში და რომელიც აკავშირებდა მას თავის წინაპრებთან. დავით გოძიაშვილი ამბობს, რომ მისი დედა მოამზადა ეს გვეზელი ბოლო შობაზე, 1993 წელს და მოიწვია მთელი ოჯახი თავის პატარა სახლში. მან დადო სუფრა ძველი ქართული ტრადიციით, თეთრი სუფრა, ძველი ფაიფურის თეფშები. ახალი შოთი და ამ განსაკუთრებული გვეზელი ცენტრში. როდესაც ყველა შეიკრიბნენ, სესილიამ თქვა მოკლე სიტყვები: ეს გვეზელი არის ჩემი დედის დედისა და ყველა ჩვენი წინაპრების კურთხევა. ეს არის ჩვენი ოჯახის სული, რომელიც არასოდეს დაიკარგება, თუ თქვენ შეინარჩუნებთ ამ ტრადიციას. იმ საღამოს ყველა ჭამდა იმ გვეზელს ცრემლებში, რადგან ყველას ესმოდა, რომ ეს იყო სესილიას ბოლო მოსალოცავი, მისი ბოლო გზა იმისთვის, რომ გადაეცა თავისი ოჯახისთვის ის ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, არა ფული, არა სახელი, არამედ ტრადიციები, რეცეპტები, სიყვარული და პატივისცემა წარსულისადმი. რამდენიმე კვირის შემდეგ სესილიას ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა და მისი ახლობლები გადაწყვიტეს, რომ ის უნდა გადაეყვანათ საავადმყოფოში. მაგრამ სესილიამ უარი თქვა. ის ამბობდა: მე მინდა დავრჩე ჩემს სახლში, სადაც არის ჩემი სამზარეულო, ჩემი ძველი რეცეპტები და ჩემი მოგონებები. და სწორედ იმ სახლში, იმ პატარა სამზარეულოში, რომელიც იყო სავსე არომატებით ხმელი სუნელის, ბროწეულის და თაფლის, სესილია თაყაიშვილმა დახარჯა თავისი უკანასკნელი დღეები, გარშემორტყმული თავის ოჯახითა და იმ კერძებით, რომლებიც იყო მისი ცხოვრების არსი. მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც დათომ მოგვიანებით გაიხსენა, იყო მარტივი და ამავე დროს ღრმა: შენახე ის რეცეპტები. ისინი არ არის უბრალოდ ინსტრუქციები, ისინი არის ჩვენი ოჯახის გული, ჩვენი სიყვარულის ენა, ჩვენი ერის მეხსიერება. სანამ ადამიანები მოამზადებენ იმ კერძებს, ჩვენ არ დავიკარგებით. და სწორედ ეს იყო სესილია თაყაიშვილის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, არა როლები, არა ჯილდოები, არა სახელი, არამედ იმ გემოები, იმ არომატები, იმ ტრადიციები, რომლებიც გადმოცემული იყო ხელიდან ხელში და რომლებიც ახლა, 10 წლეულების შემდეგ, კვლავ აცოცხლებენ მის სულს ათასობით ოჯახურ სამზარეულოში.
რადგან კერძები იყო მისი გზა იმისთვის, რომ ეთქვა, მე ვიყავი აქ, მე ვიცოცხლე სრულად და ეს არის ჩემი ნაწილი, რომელიც დარჩება თქვენთან სამუდამოდ. იმ ხის ყუთის შესახებ, რომელშიც სესილია თაყაიშვილი ინახავდა თავის ყველაზე ძვირფას რეცეპტებს, არსებობს ერთი უცნაური ისტორია, რომელსაც მისი ოჯახი დღემდე ვერ ხსნის და რომელიც გარკვეულ მისტიკურ ელფერს ანიჭებს მთელ ამ მემკვიდრეობას. ნათელა კუკავა იხსენებს, რომ სესილია ყოველთვის ამბობდა, რომ ეს ყუთი არ უნდა გაეხსნა უცხო ადამიანებისთვის, რადგან იქ ცხოვრობს ჩემი დედის სული და ჩვენი წინაპრების კურთხევა. ეს არ იყო მხოლოდ მეტაფორა. სესილია ნამდვილად სჯეროდა, რომ იმ ყუთში იყო რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ისეთი, რაც იცავდა მას და მის ოჯახს. დათო გოძიაშვილი ამბობს, რომ ბავშვობაში, როდესაც ის ცდილობდა ამ ყუთის გახსნას თავისი დედის გარეშე, სესილია ყოველთვის აშინებდა მას, არ შეეხო მას, ვაჟო. იმ ყუთში ინახება არა მხოლოდ რეცეპტები, არამედ ჩვენი ოჯახის დაცვაც. თუ ის დაიკარგება ან დაზიანდება, ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს. 1999 წელს, მალე სესილიას გარდაცვალებამდე, მოხდა რაღაც ისეთი, რამაც შეაშფოთა მთელი ოჯახი. ერთ საღამოს, როდესაც დათო შევიდა თავისი დედის სახლში, მან იპოვა სესილია, რომელიც იჯდა სამზარეულოს იატაკზე და ატარებდა ამ ძველ ხის ყუთს ხელებში. ის მშვიდად აკითხავდა რაღაც ძველ ფურცლებს და მღეროდა ძალიან ძველ გურულ სიმღერას, რომელსაც მისი დედა უმღეროდა მას ბავშვობაში. როდესაც დათომ ჰკითხა, რა ხდებოდა, სესილიამ მხოლოდ თქვა, მე ველოდები იმას, ვინც ეს წაიღებს. ის მალე მოვა. დათო შეშინდა, რადგან მისი დედა არასოდეს ლაპარაკობდა ასე იდუმალად, მაგრამ სესილიამ მხოლოდ გაიღიმა და დაამატა, ნუ შეშინდები, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ყუთი იცის, სად უნდა წავიდეს და ვის უნდა დაეცვას. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სესილიას ჯანმრთელობა ძალიან გაუარესდა და ოჯახმა დაიწყო მოემზადებინა მისი ნივთების დალაგებისთვის, ყველამ ისინი აღმოაჩინეს, რომ ის ხის ყუთი, რომელიც ყოველთვის იდო სესილიას საგრიმიორო მაგიდის უჯრაში, უეცრად გაქრა. არავინ იცოდა როდის და როგორ. დათომ გადაუხედა მთელ სახლს, ჩაიხედა ყველა კუთხეში, მაგრამ ყუთი არსად იყო. სესილიამ, როდესაც მას შეატყობინეს ამის შესახებ, მხოლოდ მშვიდად უპასუხა, ყველაფერი კარგად არის. ის წავიდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. როდესაც დრო მოვა, ის კვლავ გამოჩნდება. 31 წლის შემდეგ 2018 წელს, როდესაც დათო აწმუნცებდა თავისი დედის ძველ ნივთებს თბილისის მარჯანიშვილის თეატრის არქივში, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლელა ჯიმშელეიშვილმა, მოულოდნელად მოიტანა პატარა ძველი ხის ყუთი და უთხრა, ეს იდო ჩვენს საცავში ერთ კუთხეში, სადაც ინახება ძველი კოსტიუმები 50-იანი წლებიდან. ჩვენ არავინ იცოდა, რომ ეს იყო სესილია თაყაიშვილის ნივთი, მაგრამ როდესაც გავხსენით, შიგნით იყო მისი სახელი და თარიღი, 1932 წელი. დათომ გახსნა ეს ყუთი და იქ იპოვა ყველა ის რეცეპტი, ყველა ის ჩანაწერი, რომელსაც მისი დედა აგროვებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ყველაზე გასაკვირი იყო ერთი პატარა ფურცელი, რომელიც იდო ყველაზე ზედა ფენაზე და რომელზედაც დაწერილი იყო სესილიას ხელწერით, ვისაც ეს იპოვება, გთხოვ, შეინარჩუნე ეს რეცეპტები და გაუზიარე ხალხს. ისინი არის ჩვენი ერის სული, ჩვენი ოჯახების სითბო, ჩვენი ტრადიციების გული. ნუ დატოვებთ მათ დავიწყებულს. დათო დღემდე ვერ ხსნის, როგორ მოხვდა ეს ყუთი თეატრის საცავში და რატომ მალავდა ის თავის თავს 31 წლის განმავლობაში. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ მისი დედა იცოდა რაღაცა, რაც მათ არ ესმოდათ. ის იცოდა, რომ ამ რეცეპტებმა უნდა დაელოდა თავისი დრო, რათა გამოჩენილიყო მაშინ, როდესაც ადამიანები ყველაზე მეტად საჭიროებდნენ მათ, როდესაც თანამედროვე სამყარო დაკარგავდა კავშირს ტრადიციებთან და როდესაც ახალი თაობა ეძებდა გზას იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო თავის ფესვებთან. რას ფიქრობთ თქვენ, იყო ეს მისტიკა, თუ უბრალოდ დამთხვევა? იქნებ სესილია ნამდვილად იცოდა, რომ მისი რეცეპტები იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ქაღალდის ფურცლები, ისინი იყო ცოცხალი მეხსიერება, რომელიც არასოდეს კვდება, არამედ მხოლოდ ელოდება თავის დროს, რათა კვლავ გამოჩნდეს და გააგრძელოს თავისი მისია. არსებობს ერთი ისტორია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მალული იყო და რომელიც ავლენს სესილია თაყაიშვილის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მომენტს, როდესაც ის იგრძნო ღრმა ღალატი ადამიანისგან, ვისაც ის უზარმაზრად ენდობოდა. 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც სესილია ცდილობდა განეხორციელებინა თავისი ოცნება პატარა ოჯახური რესტორნის გახსნაზე, მას დაეხმარებოდა ერთი ახლობელი ადამიანი, მისი ძმის შვილი, გიორგი თაყაიშვილი, რომელიც იყო ბიზნესმენი და ჰპირდებოდა სესილიას, რომ დაეხმარებოდა მას ყველა იურიდიული და ფინანსური საკითხის მოგვარებაში. სესილია ენდობოდა მას უპირობოდ, რადგან ის იყო მისი ძმის შვილი, ოჯახის ნაწილი, ადამიანი, რომელმაც იცოდა მისი ყველა საიდუმლოება და რომელიც, როგორც სესილია ფიქრობდა, ჰქონდა ერთი და იგივე პატივისცემა ოჯახის ტრადიციებისადმი. მაგრამ რაც მოხდა შემდეგ, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა სესილიასთვის.
ნათელა კუკავა, რომელმაც იცოდა ამ ისტორიის დეტალები, ახლა პირველად ყვება სრულ სიმართლეს. გიორგი თაყაიშვილმა, რომელიც ჰქონდა ცდომა სესილიას პირად დოკუმენტებთან და რეცეპტებთან, მოახდინა მისი რამდენიმე უნიკალური რეცეპტის გაყიდვა ერთ კომერციულ რესტორანს, რომელიც ფლობდა ერთ-ერთი მდიდარი ბიზნესმენი. ის არ უთხრა სესილიას ამის შესახებ და წარმოადგინა ამ გარიგებას როგორც ინვესტიციას მომავალი რესტორნისთვის, მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ გაყიდა მისი ოჯახის საიდუმლო რეცეპტებს $3,000 თანხად, რომელიც მაშინ 90-იან წლებში საქართველოში იყო უზარმაზარი. როდესაც სესილიამ შეიტყო ამის შესახებ ერთ-ერთი თავისი მეგობრის მეშვეობით, ვინც შემთხვევით ნახა იმ რესტორნის მენიუში კერძი სახელწოდებით ბებია თაყაიშვილის სპეციალური ბაჟე, ის პირველად თავის ცხოვრებაში განიცადა ისეთი სიძულვილი, რომელიც არასოდეს უგრძნია არავის მიმართ. ნათელა იხსენებს, რომ სესილია იმ საღამოს მხოლოდ იჯდა თავის სამზარეულოში, ხელში ეჭირა ისხის ხუთი თავისი რეცეპტებით და ტიროდა, არა ხმამაღლა, არამედ მშვიდად ღრმად, თითქოს მთელი მისი სული იშლებოდა. მან დარეკა გიორგისთვის და უთხრა მხოლოდ ერთი წინადადება, შენ გაყიდე ჩემი დედის სული. ეს არ უნდა ქნოდა შენ. არასოდეს მეუბნებო ჩემს სახელს. და ეს იყო ბოლო შეხვედრა მათ შორის. გიორგი თაყაიშვილმა სცადა რამდენჯერმე დაუკავშირება სესილიას, სცადა ახსნა, რომ ის ამას აკეთებდა კარგი მიზნით, მაგრამ სესილიამ არასოდეს უპასუხა მის ზარებს და არასოდეს დათანხმდა კვლავ დაენახა ის. დათო გოძიაშვილი ამბობს, რომ ამ ინციდენტმა საბოლოოდ დახურა სესილიას ოცნება რესტორნის გახსნაზე. ის გახდა უფრო მორიდებული, უფრო დახურული და უფრო მარტო. მან აღარ ენდო არავის, გარდა თავისი უახლოესი ოჯახისა, თავისი შვილის და შვილიშვილების. ამ ინციდენტის შემდეგ მან დაიწყო თავისი რეცეპტების კიდევ უფრო მკაცრი დაცვა, ის აღარ აძლევდა მათ არავისთვის და ყოველთვის აფრთხილებდა თავის ახლობლებს. ეს რეცეპტები არის ჩვენი ოჯახის სული. ვინც მათ გაყიდის ან გაუზიარებს უცხოებს, დაკარგავს ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ რა გახდა იმ გიორგისა, რომელმაც ღალატი ჩაიდინა? ნათელა კუკავა ამბობს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ იმ რესტორანმა, სადაც გაიყიდა რეცეპტები, დაკარგა თავისი პოპულარობა და დაიხურა, რადგან ადამიანებს არ მოსწონდათ ყალბი ბებია თაყაიშვილის რეცეპტები. გიორგი თაყაიშვილი ცდილობდა გაექცა თბილისიდან და დასახლდა სხვა ქალაქში, მაგრამ მისი ბიზნესი ნელ-ნელა იშლებოდა. ადამიანები, რომლებმაც შეიტყეს მისი ქმედების შესახებ, ბოიკოტირებდნენ მას და არავინ სურდა ბიზნესის გაკეთება მასთან. 2012 წელს 22 წლის შემდეგ იმ ინციდენტის შემდეგ, გიორგი თაყაიშვილმა გამოაქვეყნა საჯარო ბოდიში ერთ ადგილობრივ გაზეთში, სადაც მან დაწერა, მე ვინ ვიყავი, რომ გამეყიდა სხვისი სული ფულისთვის. მე მთელი ცხოვრება დავრჩი გარიყული და არასოდეს ვიპოვე მშვიდობა. სესილია თაყაიშვილს მინდა ვუთხრა, მაპატიე, თუ შენ სულში ეს არის შესაძლებელი. დათო გოძიაშვილი ამბობს, რომ მისი დედა არასოდეს უნდოდა, რომ გიორგის შეეშინებინა, ან შეექმნა პრობლემები, მაგრამ ის ასევე არასოდეს აპატიებდა მას იმ ღალატის გამო. დედა ამბობდა, ვინც გაყიდის ოჯახის მემკვიდრეობას, დაკარგავს თავის სახლს, თავის ოჯახს და თავის მშვიდობას. და სწორედ ეს მოხდა გიორგისთვის. რატომ არის ეს ისტორია მნიშვნელოვანი? რადგან ეს გვიჩვენებს, რომ სესილიასთვის რეცეპტები არ იყო უბრალოდ ქაღალდის ფურცლები ან კულინარიული ინსტრუქციები, ისინი იყო წმინდა მემკვიდრეობა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კომერციული გარიგების ობიექტი. და ვინც ამას ცდილობდა, დაკარგავდა იმ კურთხევას, რომელსაც ეს რეცეპტები ატარებდნენ. მაგრამ არსებობდა ერთი პატარა ჯგუფი ადამიანებისა, მხოლოდ 5 ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ სესილია თაყაიშვილის ყველა საიდუმლოება, ყველა რეცეპტი და ყველა ემოციური ისტორია, რომელიც მათ უკან იდგა. ეს 5 ადამიანი იყო: ნათელა კუკავა, გრიმიორი, ვერიკო ანჯაფარიძე, ახლო მეგობარი, დათო გოძიაშვილი, შვილი, ექიმი ნუგზარ კობალია და ერთი უცნობი ქალი, რომლის სახელი იყო ეკატერინე ჯიმშელეიშვილი, სესილიას ძმისქვრივი, რომელიც ცხოვრობდა გურიაში და რომელიც ინახავდა მთელ კოლექციას გურიული რეცეპტებისა, რომლებიც სესილიას მოჰქონდა ბავშვობიდან. ეს 5 ადამიანი იყვნენ არაოფიციალური მცველები სესილიას მემკვიდრეობის. ისინი იწვევდნენ ერთმანეთს წელიწადში ერთხელ, ყოველ გაზაფხულზე, სწორედ იმ დღეს, როდესაც იყო სესილიას დაბადების დღე და შეიკრიბებოდნენ ვერიკო ანჯაფარიძის სახლში ფიქრის მთაზე. იქ ისინი ლაპარაკობდნენ სესილიას შესახებ, იხსენებდნენ მის ისტორიებს და განაახლებდნენ იმ რეცეპტების სიას, რომლებიც უნდა შენარჩუნებულიყო და გადაცემულიყო შემდეგი თაობისთვის. ისინი აკეთებდნენ ამას იმიტომ, რომ იცოდნენ, თუ ისინი არ გააკეთებდნენ ამას, ეს მემკვიდრეობა დაიკარგებოდა სამუდამოდ. ნათელა კუკავა იხსენებს, რომ იმ შეხვედრებზე ისინი ყოველთვის ამზადებდნენ ერთ კონკრეტულ კერძს, სესილიას საყვარელ კერძს, ბაჟეს ბროწეულით და ახალი შოთის პურით. ეს იყო სიმბოლური ქმედება, რომელიც აკავშირებდა მათ სესილიასთან და რომელიც გადმოსცემდა მის სულს იმ მომენტში.
ვერიკო ანჯაფარიძე ამბობდა, როდესაც ჩვენ ამზადებთ ამ ბაჟეს, ჩვენ გუგრძნობთ, თითქოს სესილია დგას ჩვენს გვერდით და გვეუბნება, კარგად აკეთეთ, ნუ დააჩქარებთ, დრო დაუთმეთ თითოეულ ინგრედიენტს. ეს იყო მათი რიტუალი, რომელიც ინარჩუნებდა სესილიას მეხსიერებას ცოცხალს. მაგრამ რატომ მალავდა ეს ჯგუფი თავის არსებობას? რატომ არ ამბობდნენ ისინი საჯაროდ, რომ ინარჩუნებდნენ სესილიას რეცეპტებს? პასუხი მარტივი არის, ისინი შიშობდნენ, რომ თუ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, ბევრი ადამიანი ცდილობდა გამოიყენებინა სესილიას სახელი კომერციული მიზნებისთვის, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა გიორგი თაყაიშვილმა. ისინი სურდათ, რომ ეს რეცეპტები დარჩენილიყო წმინდა, შეუხებელი და გადაეცათ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად ესმოდა მათი ღირებულება და რომლებიც არ ცდილობდნენ მათ გაყიდვას ან პროფანაციას. 2022 წელს, როდესაც ვერიკო ანჯაფარიძე დატოვა ეს სამყარო, ამ ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა იმისა, რომ ეს რეცეპტები საბოლოოდ გახდეს საჯარო, არა კომერციული გამოყენებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ახალმა თაობამ უნდა იცოდეს თავისი ფესვები, თავისი ტრადიციები და თავისი კულტურის მნიშვნელობა. ეკატერინე ჯიმშელეიშვილმა, რომელიც იმ დროს უკვე იყო გარდაცვლილი, დატოვა თავისი ანდერძი, სადაც წერდა, ეს რეცეპტები უნდა გახდეს საჯარო მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი კვლავ დაიწყებს პატივის მიგება თავის ტრადიციებს. ნუ დაუჩქარებთ ამ მომენტს, მაგრამ ასევე ნუ გააჩერებთ მას. და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დათო გოძიაშვილმა, რომ ის იპოვა საუკეთესო გზა, რათა გაეზიარებინა ეს ისტორიები, არა წიგნით, რომელიც დარჩებოდა თაროზე, არამედ ვიდეოებით, რომლებიც მივიდოდა უშუალოდ ადამიანების სახლებში, მათ სამზარეულოებში, მათ კულებში. ის იცოდა, რომ ასე იქნებოდა სწორი. სესილია ყოველთვის ამბობდა, რომ კერძები უნდა გაუზიარდეს არა რესტორნებში, არამედ ოჯახურ სუფრებზე, სადაც ადამიანები ერთმანეთს უყურებენ თვალებში და გადმოსცემენ სიყვარულს ყოველ ლუკმაში. რა შეგიძლიათ ისწავლოთ ამ ჯგუფის ისტორიიდან? იქნება ის, რომ ნამდვილი მემკვიდრეობა არ არის ის, რაც შენახულია ძვირადღირებულ სეიფებში ან მუზეუმებში, არამედ ის, რაც გადმოცემული არის ხელიდან ხელში, გულიდან გულში, გამოცდილებიდან გამოცდილებაში. იქნებ ნამდვილი სიმდიდრე არის არა ფული ან სახელი, არამედ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ინარჩუნებენ შენს მეხსიერებას და აგრძელებენ შენს ტრადიციებს. რამდენიმე წლის შემდეგ იმ ბოლო შეხვედრის შემდეგ, როდესაც სესილია თაყაიშვილმა მოამზადა თავისი უკანასკნელი გვეზელი თავისი ოჯახისთვის და გადასცა მათ თავისი უკანასკნელი სიტყვები, შენახე ის რეცეპტები, ისინი არის ჩვენი ოჯახის გული, მისი მემკვიდრეობა დაიწყო ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით. დათო გოძიაშვილმა და მისმა ოჯახმა განაგრძეს ამ ტრადიციების დაცვა, მაგრამ უფრო მეტიც, მათ დაიწყეს მათი გაზიარება იმ ადამიანებთან, რომლებიც ნამდვილად აფასებდნენ მათ. დღეს, როდესაც თქვენ გადიხართ თბილისის ძველ ქუჩებზე, შესაძლოა შეხვდეთ პატარა ოჯახურ სასადილოებს, სადაც კიდია ძველი ფოტო სესილია თაყაიშვილისა და სადაც მენიუში წერია სპეციალური ბაჟე, ბებია სესილიას სტილით ან ჩიხირთმა, ტრადიციული რეცეპტი ერის ბებიისგან. ეს არ არის კომერციული ექსპლუატაცია, ეს არის პატივისცემა, ეს არის კურთხევა, ეს არის გზა იმისათვის, რომ მისი სული დარჩეს ცოცხალი ყოველ თაობაში. შვილიშვილები დათოსი ახლა ასწავლიან თავიანთ შვილებს იმ რეცეპტებს, რომლებიც სესილიამ მიიღო თავისი დედისგან. ისინი ასწავლიან მათ, როგორ მოამზადონ ბათუმური ფახლავა, როგორ გააკეთონ იდეალური ჩიხირთმა, როგორ შეაფასონ ყოველი ინგრედიენტი და როგორ განიცადონ სიხარული იმისგან, რომ აძლევს სხვას რაღაცას, რაც შენმა ხელებმა შექმნა სიყვარულით. ნათელა კუკავა, რომელიც ახლა უკვე 97 წლისაა, ყოველდღე დილით ლოცულობს სესილიას სულისთვის და ამბობს, ის იყო არა მხოლოდ დიდი აქტრისა, ის იყო ქალი, რომელმაც მასწავლა მე, რომ ნამდვილი ხელოვნება იწყება არა სცენაზე, არამედ სამზარეულოში, სადაც შენ ამზადებ საკვებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარხარ. ვერიკო ანჯაფარიძის შვილები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ იმავე სახლში ფიქრის მთაზე, ყოველ გაზაფხულზე, სესილიას დაბადების დღეზე, აწყობენ პატარა ოჯახურ სადილს, სადაც ისინი ამზადებენ ყველა იმ კერძს, რომლებიც სესილიას უყვარდა, ბაჟეს, ჩიხირთმას, ხალს, მაწონს თაფლით და იწვევენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარდა სესილია და ვისაც სურს მისი მოგონების პატივისცემა. ეს არის არა გლოვა, ეს არის დღესასწაული, ეს არის აღიარება იმისა, რომ სესილია არასოდეს არ დატოვა მათ, რადგან ის ცხოვრობს ყოველ ლუკმაში, ყოველ სუნში, ყოველ გემოში, რომელსაც ისინი გრძნობენ, როდესაც ამზადებენ იმ კერძებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სესილიას რეცეპტები ახლა გადიან საზღვრებს გარეთაც. ათასობით ქართველი, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ ევროპაში, ამერიკაში, აზიაში, ახლა ეძებენ იმ რეცეპტებს ინტერნეტში და ცდილობენ მათ გააკეთებინა თავიანთ სამზარეულოებში, რათა დაუკავშირდნენ თავიანთ ფესვებს. ისინი უზიარებენ ფოტოებს იმ კერძებისას, რომლებიც მათ მოამზადეს და წერენ, ეს არის ჩემი ბებიას რეცეპტი, ეს არის ჩემი სამშობლოს გემო, ეს არის სესილია თაყაიშვილის მემკვიდრეობა, რომელიც ახლა ცხოვრობს ჩემს სახლში.
ეს არის ის ძალა, რომელიც სესილიამ დატოვა, არა ფული, არა სახელი, არა დოკუმენტები, არამედ გემოები, სურნელები, ემოციები, რომლებიც აერთებს ადამიანებს თაობიდან თაობაში. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც არასოდეს კვდება, რადგან ის გადადის არა დოკუმენტებით, არამედ ხელებით, სიყვარულით, ერთობლივი სუფრის გამოცდილებით. და ახლა, როდესაც თქვენ ისმენთ ამ ისტორიებს და შესაძლოა სურთ თქვენც მოამზადოთ ეს კერძები, გახსოვდეთ ერთი რამ, ეს არის არა მხოლოდ რეცეპტები. ეს არის ენა, რომელზეც საუბრობენ თაობები ერთმანეთთან. ეს არის გზა იმისთვის, რომ თქვათ, მე ვიცი, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და რა ღირებულებები მაქვს. ეს არის სესილია თაყაიშვილის უდიდესი საჩუქარი. მან გვასწავლა, რომ ნამდვილი დიდება არის არა აპლოდისმენტები, არამედ ის სითბო, რომელსაც თქვენ ტოვებთ ადამიანების გულებში, როდესაც თქვენ უზიარებთ მათ რაღაცას, რაც შექმნილია სიყვარულით. და ახლა, მეგობრებო, ჩვენ გვინდა გაგიზიარდეთ თქვენი აზრები. როგორ ფიქრობთ, რა იყო სესილია თაყაიშვილი ნამდვილად? იყო ის მხოლოდ დიდი აქტრისა, თუ ის იყო რაღაც უფრო მეტი, ქალი, რომელმაც შეინარჩუნა მთელი ერისული თავის ტრადიციებში და თავის რეცეპტებში? იხსენებთ თუ არა თქვენს ბებიას ან დედის რეცეპტებს, რომლებიც თქვენთვის არის სპეციალური? გაუზიარეთ თქვენი ისტორიები კომენტარებში, გვინდა ვიცოდეთ, რა ტრადიციები ინარჩუნებთ თქვენს ოჯახებში და რა კერძები აკავშირებთ თქვენს წარსულთან. დააჭირეთ მოწონებას, თუ თქვენ დააფასეთ ეს ისტორია და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოგრჩეთ მომავალი ვიდეოები, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ გაზიარებას ქართული კულტურის საიდუმლოებებისა და დიდი ადამიანების ისტორიებისა. გმადლობთ, რომ ყოფილით ჩვენთან და გახსოვდეთ, ყოველი კერძი, რომელსაც თქვენ ამზადებთ სიყვარულით, არის თქვენი წვლილი იმ უკვდავების მიღწევაში, რომელსაც სესილია თაყაიშვილი ასე ესწრაფოდა.